მოგესალმებით, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე, თემურაა ხაზზე. მოკლედ, გამოსული ვარ ჩემთან ყველაზე ახლოში, რომელიც იყო. და გამოსული ვარ. ჰეც. მოგესალმებით, როგორ ხართ? ხო ხართ ხაზისა, ხო ხართ ჯანზე, თემურაა ხაზზე. და მოკლედ, დღეს გამოსული ვიყავი აი ესეთ ტბაზე, ინტროს ჩაწერა ისევ გამოვიწყდა, იმენა მოუთმენლობისგან ვეცი და დავიწყე ეგრევე თევზაობა და ძალიან საინტერესო და კარგი სესია გამოვიდა ჩემი აზრით. სამწუხაროდ GoPro დამიჯდა, მაგრამ გეტყვით რომ მოსული ვარ ჩემი სუპერ ultra light-ი ჯოხით, ეს არის Twing-ის დეტონი 0.3-დან 3 გრამამდე. დავიწყე ჩვეულებრივად გრამიანების გატარება, ნახევარ გრამიანიც ვცადე, გრამიანიც ვცადე, 2 გრამიანიც ვცადე, ჩვეულებრივი ჯიგინგი, ასე ვთქვათ. დიდად არაფერმა არ ემუშავა და ბოლოს გადავედი მარმიშინგზე და მარმიშინგმა გვასიამოვნა სულიამ სიტყვის და მნიშვნელობით. მოკლედ, ჩაუჯექით ვიდეოს და იმედია ისიამოვნა. ეს პირველი მომწოშკა. პასიურობა არის, არ ვიცი რა კვირა გამოდგა ესეთი, მაგრამ მაგიტომაც მოვედი დღეს light-ით. Super ultra duper light-ით. ჟენიალური. ჩემი გადმოსახედიდან ეხა მორჩა მქვირითობას და რაღაცა და მაგის გამო აი რაღაცნაირად როგორ გითხრათ, ვაფშე არაფერს არ შვება, არ აქტიურობს და ასე შემდეგ რა. ოპა. ეს უკვე 3. უი. ჩამოვედი მეთქი შორიდან მივედი მეთქი ცოტა და დავიჭირე პატარა. ეს ტრაფეია ბრატ, დღევანდელი დღის. ეს ბრატ ტრაფეია დღევანდელი დღის. მოგონ გადაყლაპული აქვს იმის დე. მიუხედავად იმისა, რომ და ეს როგორ მოხსნა ეხა მაშინ, ჰა? ესეთი. მარმიშით. ძალიან მაგრად პასიურობს თევზი, აი არ ვიცი რა ხდება. ეს ერთი კვირა იმენა იმაზე უარესი გამოდგა, ვიდრე ზამთრის სესიები რაც მქონდა. მე მგონი მართლდება ჩემი ვარაუდები და ეს თვა ძირითადად სავარაუდოდ, ანუ დიდი თევზის თვალსაზრისით გაცოცხლდება ივნისის თვეში, ახლა მაისი არის და ცოტა ესეთი არასტაბილურობა არის იმის თვალსაზრისით, რომ ანუ ზოგი ქვირითობს, ზოგი ამთავრებს ქვირითობას, მერე იქ დაცებელი თევზი როგორ შემოდის და მთელი ერთი ამბები. ხო და წყალში არის ძალიან სერიოზული გაუგებრობა. გაჩერდი ხა. დედა. მეგზანდით ბატონო. დამიწერეთ აბა. როგორ ფიქრობთ, ითვლება ეს თეზად? თუ არ ითვლება, რადგან ლეფსიტის ზომა ეს ვინ არის? ისე? იოდა. ქორჭილები ოხრად არიან. მეორე ტბაზეც ხო არა ვერბინო, ბარემ. ეს ქორჭილა ბატონო. ვიბრაციებზე ვიცანით. და ქორჭილას ჩვევია საერთოდ, აურა ლამაზი ისინი აქვს, აქ წითელი. ქორჭილას ესეთ სტანდარტულად აქვს ხოლმე, მოკიდებს თუ არა ეგრევე, მომენტალური არის. ვიბრაციები. იმენა ხელში და მერე ცოტა ხანი ჩერდება. მერე ისე მომენტში აგრძელოს, მერე ისე ჩერდება. და იმას რა ქვია? ნაფოტას. ცოტა უფრო სხვანაირი სტილი აქვს რა, დაიჭერს და 1-2 თავს გაიქნეს, გამოიქნეს და ძირითადად დააქვს ხოლმე. სატყუარა აქეთ-იქით.
ეს მე მგონი ქორჭილა არ არის. კი ბატონო. Road snow უკვე ეგ არის პრიკოლი. აბატო. ნაფოტა. სულ სხვანაირი ბრძოლა აქვს და სულ სხვანაირად გეჩალიჩება. აი მენა ცადამიწა არის ხელში. ორივე სასიამოვნოა რა თქმა უნდა. ქორჭილაც სასიამოვნო არის და ნაფოტაც. მაგრამ აი ძალიან მარტივად გაარჩევ ერთმანეთისგან რა. და ზუსტად იმ ადგილას ვარ მოსული, სადაც ვიძახდი რომ შეიძლება იყოს მეთქი თევზი. მოკლედ ახლა არის გეგმა ესეთი, შემდეგნაირი. გავივლი ამ ადგილსაც. ესე. და აი იქ მივა. იქ ერთი ადგილი მეგულება. და იქაც თუ არაფერი არ იქნა, გადავალ მეორე ტბაზე. აი იქ ნახოთ რა იქნება. კუდი მოაჭამეს თო. ჩათლახები. ჩემ პატარა სატყუარად კუდი მოაჭამე. კუდი აქ მოჭმული. ოკეი, გამოვცვალოთ. აქამდე მქონდა უფრო აი ნაფოტასთვის განკუთვნილი სატყუარა რა. კუდი იმას სხვანაირი აქვს. ამას იმენა მოძრავი კუდი აქვს საერთოდ. ძალიან პატარა ფადლთეილი აქვს ეგრეთ წოდებული და აი დარწმუნებული ვარ ამაზე მეტი ქორჭილა იქნება ვიდრე ნაფოტა. მაგრამ ნახოთ. ეგრევე ქორჭილა მომენტალურად. იმიტომ რომ ქორჭილას მაგრა აღეზიანებს ეს ვიბრაციები და თვითონაც კი ვიბრირებს, მაგრამ ამასაც ესე იგი, გამოდის რომ პირველი ტბა ერთი ტრაფეი, ეგრეთ წოდებული და 9 პატარა თევზი. გადავიდეთ მეორე ტბაზე და ვნახოთ იქ რა იქნება. მეორე ტბა უფრო იმითი არის ცნობილი, კალმახით. მაგრამ რამდენად მართალია, არ ვიცი. აქ რა ხდება და ხელოწე ხეწაქცეულა ხალხო. მაგარი ჰაერია იმენა. სხვათა შორის დავამატებ რა. ნორვეგიაში, კონკრეტულად ოსლოში, ხა დედაქალაქში ისეთი ჰაერია. აი რა ვიცი, საქართველოს მერე რო ჩამოხვიდეთ აქა, ჟანგბადისგან, ანუ ჭარბი ჟანგბადისგან უბრალოდ 1-2 დღე მაგარი თაური გეხვევა. ჩემ მეუღლე რო ჩამოვიდა აქა და რო ჩაისუნთქა ჰაერი, ბორჯომის ჰაერებით არის რა. თლად ეგეთი სუფთა არა ეხა, მაგრამ ნუ მაინც ქალაქია ხوازე. მაგრამ აი ცოტა გარე ადგილებში რო გახვალ, ვაფშე მაგარი ჰაერია, ქალაქში საკაიფო ჰაერია. აი საკაიფო, ნორმალური. ესეც მეორე ტბა. ეს ცოტა უფრო აწეულია. მოგრძალეთო? ეს უკვე? ძლივს რაღაცა ნორმალური ზომის თო. ეს რანაირია თო. გორი მუქი ფერი აქვს და რამე ხედავ შენ? ესეთი პატარა ქორჭილიუსი. შენიერ. გამხდარი. მორჩა ქვირითობას როგორ ჩანს, ან მამალია რა, შეტი ოზნათ. როგორც იქნა და იცოდი რომ იქნებოდა აქ. ისეთი ადგილია რომ შანსი არ არის რომ თევზი არ იყოს. პარტარა, მაგრამ რას ვიზავ. ზეგან დამოვიწყო. 11 და ეს 12. ბატონო. ასწორად. პატარა. შავი წყალია იმენა ჩემი. რა უბედურება. ოპა. კიდე ერთი პაციენტი ისევ კარგი ზომის ალბათ გაჩერდეს სტარო
ნორმალურია ესეთი მომენატრა იმენა. შენიერ დგანანაკ ეს არ გვეჩვენებიან დაგვეშალება გეტიპი ვიცოდი რომ იქნებოდა აქ არ ვეღებდი იმენ ბატარეა ჯდება იმაზე და так დაწყნარდი ჯიგარო შენ დაგვიწყნარდი ახლა საკაიფო ნორმალური ზომაა რა ისეთია მომენატრა ესეთი ზომებიც კი აქამდე იმენა ლიფსიტებს ვიჭერდით ყველაზე სასიამოვნო კიდე ის არის რომ ეს ტბაც გავხსენ ასე ვთქვათ ანუ ცოტა გამოცდილება მივიღეთ რაღაცები დავმოღამეთ და ეს ტბაც გავააქტიურეთ არ და რამდენჯერ ყოფილი ვარ იცით ამ ტბაზე 4-ჯერ მაინც ვარ ნაყოფი და იმენას უხოიზე მომიგო ტბამ კაი ზომაა ესეც აბა რა აბა თუ გაჩერდეს ახლა ნახე ზედა ტუჩზე თან ზუსტად ისე როგორც ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი და სწორი გააღებილი მშვენიერი კაველი ზუსტად ნაის მიზანი იმენ დავინახე სამწუხაროდ ისე ეს ბატარეა რომ იჯდება წინა 30 წამი არ მაქვს ჩართული მაგრამ ანუ სატყუარას ხედავდი და უცბად გაქრა სატყუარა წყალში ეს კიდე არ ჩანს იმენა ესეთი შავია წყლის ფერი არის და მიხარია ძალიან მიხარია რომ რაღაცა დავამოღამე დავხვეწე და გამომდის აქ მოვდიოდი და იმენა თეს ვერ ვიჭერდი ახლა ვიჭერი ბიჭო რა კაი ზომები მოდის თან ან ძალიან კაი ზომები მოდის აი ხა ისიც არის რომ ჯოხში სხვანაირად იგრძნობა ეს ყველაფერი იმიტომ პატარა ჯოხია ძა მაგრამ ხო რა გადავეჩვიე ზომებს ვენო ნემსკავი ჩვეულებრივად იზიზიან მოდის ძალიან მაგარი ტიპშია მუქი ფერის რა თქმა უნდა სტაფილოსფერი ფარფლებით ზოგს სტაფილოსფერი ფარფლები აქვს ზოგს წითელი მაგრამ როდესაც ზომა უკვე ნორმალური აქვს ქორჭილას ძალიან საკაიფო ამის დაჭერა ხო იბრძანდი ბიჭო მენა მართლა მაგარ ჯოქს მივადექი ჩემი ვარ გადავ ყოველ გადაგდებაზე თევზი არის ამაზად ჯიჯი ტურნირი რო იყოს იმენა დედას უტირებდი ახლა ისეთი ადგილი გავჩიტე იალო და გაიწრო ნაის ნორმაცადა გადაღება უენო ნემსკავი ადვილად ვარდება და 21 მაგრამ ნუ ითვლება თუ არ დავიჭერ მე მგონი არ ითვლება თო ანუ ეს ორი იდეაში არ ითვლება იმიტომ რომ ვერ მოვიყვანე აბა ანუ ეხა ეს რომ მე რო ტურნირზე ვიყო და რაღაცა ხუაზე ხარ ანუ დავიჭირე მაგრამ ვერც გავზომეთ ვერც ვნახეთ ისე რომ მე მგონი არ ითვლება ეგ თემა და ძმაკაციც რომ მოყვება თან
ერთი იმას დავამატებ. ამ ტბაზე ქორჭილა. არა, მე მგონი რა ვიცი, საერთოდ თევზი ისეთი ფრთხილია, ბიჭო, აი რა ვიცი, ახლა დიდად ოქსიგენი ამ წყალში არ არის. შეიძლება მაგიტო, მაგრამ მაგარი თბილი წყალი არის უკვე. გაზაფხულის პერიოდი არის და რაღაცა და აი გეგონება ზამთარში ვთევზაობო რა, ისე ნელა მიწევს გატარება, რომ დავსვა და ისეთი აი პატარა ანიმაციები რა, აი ძალიან პატარა და მცირე, ასე ვთქვათ. რომ მოვატყუო, თორე აქტიურ გატარებაზე ვაფშე იმენა ჩუნდება ეგრევე მომენტალურად. ძალიან ლამაზ საინტერესო ადგილები კი არა, დახუია კოღოები არიან და შავი წყალია და ბევრი ჭიანჭველებია ძალიან. ინტროც ეს კადრი იყო და დასასრულს ეს კადრი იქნება, მაგრამ მოკლედ იმედია რომ ისე ამონეთ ვიდეოთი და რა ვიცი, მომავალ ჩართვამდე. აბა ჰე და აბა ჰო.